რას ფიქრობენ ნეტა, როდის შემოვა ეს დეფიციტური წამლები? მე მარაგეთ ვყიდულობ დამტანჯა დეფიციტმა. ეს კომენტარები სოციალური ქსელიდან არის. მომხმარებლები არც თუ იშვიათად აპროტესტებენ შემთხვევებს, როცა სასურველი მედიკამენტის შეძენის სურვილით აფთიაქებში მისულებს დეფიციტის შესახებ ეუბნებიან. ჩვენ ამის თაობაზე ადგილობრივებსაც ვკითხეთ, გვეუბნებიან, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არის, თუმცა ზოგიერთის შეძენა სწორედ დეფიციტის მიზეზით შეუძლებელია. იყო ერთი პერიოდი, რომ ვეძებდეთ კოჭეს სამოქმედო წამალს, არ არსებობდა არც ერთ ქსელში. მე შემოვიდა 2 თვის მერე და ვიყიდე ბლომად. ენ ფასტი მინდა მე მაგალითად ხმარობ და არ არის. დეფიციტშიაო გეუბნებიან? ხო, მეუბნებიან და ვიცი. რაც ჭირდება ხოლმე ქეფები. პირადად წამლებს იძებს ყიდულობ ჩემ თავისთვის, ჩემი შვილიშვილისთვის, მაგრამ სულ დეფიციტი რა. დედა მყავს 86 წლის პენსიონერი. და მაგ მედიკამენტებზე ყოფილა ისეთი საუბარი, რომ აი ვერ მივიღე იქ. რას გეუბნებიან დეფიციტშიაო? ხო, არ არის იმაში რა ქვია, მოქმედებაში არ არის. ეს მოქმედება რა არის, ვერ გავიგე მე. ანუ დეფიციტშიაო ესე გეუბნებიან? ხო. დეფიციტური წამლები თუნდაც დროებით გარკვეულ უხერხულობას უქმნის ექიმებსაც, რა დროსაც ისინი ალტერნატიული მედიკამენტით ჩანაცვლების პრაქტიკას მიმართავენ. უნდა უხერხულობა, ახლა მაგალითად ვარფარინი არის პერიოდები, რომ აუცილებელი წამალი ეს, ვისაც მუციმციმი არითმი აქვს და არ არის ხოლმე. ჩანაცვლება შეიძლება სხვა წამლით. მაგი ხო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ვის შემოაქვს და რა შემოაქვს და მაგაზე მე რას გეტყვით. უხერხულობას ქმნის, რა თქმა უნდა. სპექტრი ფარმაცევტულ ასოციაციასაც დაუკავშირდა. ლევან გოგიბერიძე გვეუბნება, რომ თემა დისტრიბუტორების დასალაგებელია, თუმცა ამასთან რამდენიმე ვერსიაზე გვესაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზის შესაძლებელია რეფერენტული ფასებიც იყოს, რაც თავის მხრივ პრობლემას ფარმაცევტულ კომპანიას შეიძლება უქმნიდეს. ეხლა დამერწმუნეთ, რომ არც ერთ კომპანიას არ უნდა, რომ ბაზარზე რაღაცა მედიკამენტის მიმართულებით იყოს დეფიციტი. შეიძლება იყოს მიზეზი, რომ რაღაცა მიმართულებით წარმოებას ექნება პრობლემა საზღვარგარეთ და ვერ ხორციელდება იმპორტი, შესაძლებელია, რომ თვითონ ამ მიწოდების ჯარში იყოს რაღაცა პრობლემა, საბაჟომ გააჩერა ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეიძლება ესეც იყოს. შეიძლება ისიც იყოს, რომ რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ რაღაცა კომპონენტში ვერ ჯდებიან ამ ფასებში, ან რამოდენიმე სხვადასხვა კომპონენტია. ჩვენ სააფთიაქო ქსელების ნაწილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა მითითებულ ნომრებზე მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. მათი გამოხმაურების შემთხვევაში სპექტრი მზად არის პასუხები მოგასმენინოთ.